დააკვირდით არმანის სახეს, როცა MMA გურუ ილიას ჭიდაობას აქებს. ის არ უსმენს არგუმენტებს, ის უბრალოდ ცდილობს ჩაახშოს ოპონენტი. რატომ? იმიტომ რომ სარუკიანმა იცის, ილია ტოპურია არის ის, რაც თავად არმანს ასე ძალიან აკლია. ნამდვილი სუპერვარსკვლავური ქარიზმა და დაუნდობელი თავდაჯერებულობა. სარუკიანი წლებია შრომობს, ჩხუბობს, სისხლს ღურის, მაგრამ მაინც ის ტიპია მაჰაჩებს რომ კარგად ეჩხუბა. ილია კი მოვიდა, დაინახა და დაიპყრო. აი ეს წვავს არმანს შიგნიდან. საინტერესოა ერთი დეტალი, რომელიც ბევრს გამოეპარა. სარუკიანი ამბობს, ტოპურია უფრო მეტ დროს ინტერვიუებში ატარებს ვიდრე ოქტაგონზეო. მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ. განა ეს სიმართლეა? ილია ჩხუბობს მაშინ, როცა საჭიროა და ვისთანაც საჭიროა. და რაც მთავარია, ის ყოველთვის ამთავრებს საქმეს. სარუკიანის ეს რეპლიკა უბრალოდ შურიანი ადამიანის ნათქვამს გავს, რომელიც ვერ ეგუება იმას, რომ ვიღაცამ თამაშის წესები შეცვალა. ილიამ დაამტკიცა, რომ შეგიძლია იყოს საუკეთესო მებრძოლი და ამავე დროს საუკეთესო შოუმენიც. ახლა მოდით მაჰაჩევზე და 75 კილოგრამზე, 165 ფუნტზე ვისაუბროთ. რატომ ახსენა სარუკიანმა ეს წონა? ჩემი ინსაიდერული ინფორმაციით, UFC-ს კულუარებში მართლაც სერიოზულად განეხილავენ ახალი დივიზიონის შექმნას. და წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ილია ამ წონაში ავა. სარუკიანისთვის ეს კატასტროფაა. ის ხედავს, რომ მისი რიგი სატიტულო ჩხუბზე შეიძლება ისევ გადაიწიოს, რადგან ტოპურია მაჰაჩევის დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ ნებისმიერ სხვა ჩხუბს დაჩრდილავს. სარუკიანი ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ილიას მხოლოდ ბოქსი აქვს, მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ, რამდენჯერ გინახავთ მებრძოლი, რომელიც ასე თავდაჯერებულად აკონტროლებს დისტანციას, ასე ზუსტად კითხულობს მეტოქის მოძრაობას და თან ისეთი გრანიტის ნიკაპი აქვს, რომ ვოლკანოვსკის დარტყმებიც კი არაფრად მიეჩნია. სარუკიანი ამბობს, მაჰაჩევი 155 ფუნტზე, 70 კილოგრამზე ილიას დაღეჭავსო, მაგრამ მაჰაჩევი თავად არიარებს, რომ ილია საშიშია. ისლამის სულელი არ არის, მან იცის, რომ ილიას დაბალი სიმძიმის ცენტრი და საოცარი ფეთქებადობა ჭიდაობაში დიდ პრობლემებს შეუქმნის. აი აქ მინდა ერთი ფილოსოფიური წყალი დავამატო. სპორტში არსებობს ასეთი ცნება, სტილისტური კოშმარი. მაჰაჩევი მიჩვეულია გრძელ ხელება ტიპურ სტრაიკერებს, რომლებსაც ადვილად აკონტროლებს კლინჩი. ილია კი პატარაა, კომპაქტური და ისეთი ძალა აქვს, რომ ერთი შეხებით შეუძლია ყველაფერი დაასრულოს. და რაც მთავარია, ილიას არ ეშინია პარტერის. ეს არის ის, რაც სარუკიანს ყველაზე მეტად აბნევებს. მას გონია, რომ თუ დაღესტანური ხარ ან დაღესტანური სკოლა გაქვს, პარტერში შენს წინაშე ყველა მუხლი უნდა მოიყაროს. ილია კი ეუბნება, მოდი ვნახოთ, ვინ ვის დააჩოქებს. სარუკიანის გაღირძიანება MMA გურუზეც ამიტომ იყო ასეთი მძაფრი. მან გრძნო, რომ ანალიტიკოსი, რომელიც ათასობით ადამიანზე ახდენს გავლენას, ილიას მხარეს იჭერს. და როცა სარუკიანმა უთხრა, შენ ინტერვიუერი ხარ და MMA-ზე არაფერი იციო, ეს იყო ტიპური თავდაცვითი რეაქცია. როცა არგუმენტი არ გაქვს, იწყებ ოპონენტის კომპეტენციას ეჭვს ქვესდაყენებას. მაგრამ რეალობას დაუბრუნდეთ. ილია ტოპურია დღეს არის UFC-ს სახე. ის არის ადამიანი, რომელმაც ესპანეთი და საქართველო ფეხზე დააყენა. სარუკიანი კი ამ დროს ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბრაის მიჩელი ბულტია, სუსტი მებრძოლი. კარგით რა, მისატყუებთ. მიჩელი იყო დაუმარცხებელი მხეცი, სანამ ილიას არ გადაეყარა. ილიამ ისე ადვილად გამოიყურა, რომ ხალხს მართლა გაუჩნდა განცდა, რომ თითქოს მიჩელი არაფრის პრეტენზიას არ წარმოადგენდა. ეს არის ილიას ნიჭი. უმაღლესი დონის მებრძოლები ისე გამოაჩინოს, თითქოს პირველად შევიდნენ დარბაზში. და აი ის საიდუმლო, რაზეც ვიდეოს დასაწყისში გეუბნებოდით, იცით რატომ არის 155 ფუნტი, 65 კილოგრამი ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ილია ტოპურია უკვე დაიწყო თავისი სხეულის მომზადება უფრო მძიმე წონისთვის. ის არაპირებს მხოლოდ ერთ კამათზე გაჩერებას. მისი მიზანი ისტორიაა და სარუკიანი ამას გრძნობს. ის გრძნობს, რომ ილია მას ასწრებს არამარტო სპორტულად, არამედ მენტალურადაც. თუ თქვენ გგონიათ, რომ მაჰაჩევი ილიას ადვილად მოუგებს, მაშინ ძალიან ცდებით. ილიას აქვს ის, რაც მაჰაჩევის ბოლო ოპონენტებს აკლიათ, ანტიჭიდაობის გენეტიკა. ქართული ჭიდაობის სკოლა, რომელიც ილიას სისხლშია, სულ რაღაც სხვა რამეა. ეს არ არის მხოლოდ ძალა, ეს არის ბალანსი და ინსტინქტი. ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. მოусმინეთ რა ევს ბოდავს ეს კაცი. სარუკიანი პირდაპირ ამბობს, UFC-ს უნდა რომ პედი პიმბლეტი გახდეს ჩემპიონიო. აი აქ უკვე აშკარად იგრძნობა შური. რატომ? იმიტომ რომ პედის თავისი ქარიზმითა და თმებით უფრო მეტი ხალხი უყურებს ვიდრე არმანს თავისი მთელი ოსტატობით. არმანი ფიქრობს, რომ UFC-ში მხოლოდ ჩხუბი წვეც ყველაფერს. ძმაო, თუ ასე გგონია, მაშინ სპორტულ ტანვარჯიშზე უნდა შესულიყავი. UFC არის შოუ, ეს არის ბიზნესი.
პედი პიმბლეტი კი ბიზნესია. ცარუკიანი კი ამბობს, მე პედის მოუგებდი, ის ჩემთვის საფრთხე არ არისო. მართალია? ალბათ კი. ყველამ ვიცით, რომ არმანი ტექნიკურად უფრო ძლიერია ვიდრე პედი, მაგრამ ვის აინტერესებს შენი ტექნიკა, თუ ხალხს შენი დანახვა არ უნდა. ბრიტანეთი vs ესპანეთი. ილიას ჩრდილი. ცარუკიანი ხვდება, რომ მის ცხვირწინ იგეგმება გრანდიოზული ამბავი. პედი პიმბლეტი ილია თოფურიას წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი. ინგლისი ესპანეთის წინააღმდეგ. ეს იქნება ისტორიული ომი. არმანი კი ამ დროს სად იქნება? ალბათ სადმე სავარჯიშო დარბაზში, სარკის წინ, საკუთარი კუნთებით მოხიბლული. და აი აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ გონია არმანს, რომ ილია თოფურია მასზე საერთოდ იფიქრებს? ილია ახლა სხვა დონეზეა, ის ვარსკვლავია. ცარუკიანი კი ისევ იმ ძველ გრეპლერად რჩება, რომელიც სხვების წარმატებაზე ლაპარაკით ცდილობს ყურადღების მიქცევას. ჯასტინ გეიჯი, ბებერი და მარტივი ფული? აი აქ კი არმანმა საერთოდ დაკარგა რეალობის გრძნობა. მან თქვა, რომ გეიჯი არის მარტივი ფული, რადგან ის დაბერდა. წარმოგიდგენიათ, კაცი გეიჯზე ამბობს მარტივიაო. ჯასტინ გეიჯი, რომელმაც ნახევარ დივიზიონს ტვინის შერყევა დამართა და ვინც ოქტაგონზე ნამდვილ ჯოჯოხეთს აწყობს. მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. გეიჯი შეიძლება ბებერია, სპორტული გაგებით, მაგრამ ის არის BMF სულისკვეთების მატარებელი. ცარუკიანი კი არის მებრძოლი, რომელიც გათვლებით ჩხუბობს. ქართველ გულშემატკივარს კი ყოველთვის ვაშკაცური, თავგანწირული ჩხუბი უფრო უყვარდა ვიდრე არმანისნაირი კულებზე მონადირეების სტილი. არმანი ამბობს, რომ არც პედის და არც გეიჯის არ შეუძლიათ ილიას დამარცხება. აი აქ ვეთანხმები, მაგრამ დააკვირდით მის ტონს. ის ისე ლაპარაკობს ილიაზე, თითქოს მისი მეგობარი იყოს, არ მისი დონის. სინამდვილეში ის უბრალოდ ცდილობს ილიას სახელს მიეკედლოს, რომ ვინმე მისი ინტერვიუ ბოლომდე წაიკითხოს. ამ პარნავნების ფასი. იცით რა არის არმანის პრობლემა? ის ფიქრობს, რომ UFC-ს მართავს. მას ეგონა, რომ თუ იტყოდა, მე ვიყნები რეპლეისმენტიო, დანა ვაიტი მაშინვე კონტრაქტს გაუგზავნიდა. მაგრამ რეალობა სხვაა. შენ ხარ დახირავებული მებრძოლი. თუ ორჯერ უარს იტყვი ჩემპიონთან ჩხუბზე, როგორც მანქნა ისლამთან, ორგანიზაცია უბრალოდ დაგიკიდებს. ახლა კი ზის და იძახის, ასე ჯობია ჩემთვის, ვანას არ დავაგდებო. ძმაო, ვისატყუებ, შენ თავს თუ ჩვენს, გული გახეთქილი გაქვს, რადგან დაინახე, რომ შენ გარეშეც მშვენივრად მიდის საქმე. 2026 წელი მოდის და ცარუკიანი ნელ-ნელა ხდება ის ტიპი, რომელიც სულ ვიღაცას ელოდება. ახლა კი მივედით იმ წერტილამდე, სადაც ყველაფერს ფარდა აეხდება. კითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს. როდემდე უნდა იყოს არმან ცარუკიანი დასჯილი? მოდით რეალობას ჩავხედოთ თვალებში. UFC-ში არ არსებობს შემთხვევითობა. თუ შენ ხარ მებრძოლი, რომელიც ორჯერ ამბობს უარს საჩემპიონო შანსზე, თუ შენ ხარ მებრძოლი, რომელიც ოქტაგონისკენ მიმავალ გზაზე ფანებს ფიზიკურად უპირისპირდება და მერე კიდევ პრეტენზიები აქვს, შენ ხდები პერსონა ნონ გრატა. არმანი ამბობს, რომ ის საუკეთესოა ილია თოფურიას შემდეგ. შეიძლება ასეცაა, მაგრამ სპორტული რეიტინგი ერთია და ორგანიზაციის ნდობა მეორე. რატომ ვერ ნახავს ცარუკიანი ქამარს 2026 წელს? დააკვირდით ჭადრაკის დაფას. BMF-ის ფაქტორი. მაქს ჰოლოვეი და სხვა მკვლელები ისეთ ჩხუბებს აწყობენ, რომ საჩემპიონო რიგი მათკენ იწევს. ილია თოფურიას ერა. ილია ახლა ოქროს საბადოა UFC-სთვის. მას ჭირდება მედიური, ხმაურიანი მეტოქეები. ცარუკიანი თავისი მოსაწყენი გრეპლინგით და კიდევ უფრო მოსაწყენი ინტერვიუებით ილიასთვის უბრალოდ უხერხული მეტოქეა, რომელიც დიდ ფულს არ მოიტანს. შიდა ინტრიგები. ამბობენ, რომ კულისებში მოლაპარაკებები ისე ჩაიშალა, არმანმა ისეთი პირობები წამოაყენა, დანა ვაიტს საერთოდ დაეკარგა მასთან ლაპარაკის სურვილი. საქართველო და ანტი-არმანის განწყობა. ჩვენთან საქართველოში ხალხს უყვარს თავმდაბალი, მაგრამ ოქტაგონზე დაუნდობელი მებრძოლები. ცარუკიანი კი პირიქითაა, გარეთ ხმაურიანია, შიგნით კი ფრთხილი. მისი ეს განცხადება, რომ გეიჯი ბებერია და ილიას ვერავინ მოუგებსო, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, რომ როგორმე აქტუალური დარჩის. ძმაო, თუ ასეთი მაგარი ხარ, ადექი, დააგდე წონა, ჩადი 70 კილომდე და დადექი იქ სათადარიგოდ და დაამტკიცე, რომ ნებისმიერ დროს მზად ხარ საომრად. მაგრამ არა, მას ურჩევნია სოციალურ ქსელებში იწუწუნოს. რა მოხდება რეალურად? ჩემი პროგნოზი ასეთია. UFC აიძულებს არმანს კიდევ მინიმუმ 2 ჩხუბი ჩაატაროს ისეთ შიმშილისგან დაგეშილ მებრძოლებთან, როგორებიც არიან დან ჰუკერი ან ვინმე ახალი ამომავალი ვარსკვლავი. თუ იქ სადმე ფეხი დაუწდა, რაც ძალიან მოსალოდნელია მისი ამპარტავნების ფონზე, მისი კარიერა როგორც პრეტენდენტისა დასრულდება. ის დარჩება მარადიულ ნომერ მეორედ, რომელიც სულ ვიღაცის ჩრდილშია. ფილოსოფიური დასკვნა. ფული თუ დიდება?
არმანმა ახსენა, მე მილიონერი ვარო. აი, აქაა ძაღლის თამი დამარხული. როცა მებრძოლი იწყებს თავისი საბანკო ანგარიშით ტრაბახს, ის კარგავს იმ მგლის მზერას, რაც ჩემპიონობისთვისაა საჭირო. ილია თოფურიას იცის ფულის გემოცდა დიდებისაც, მაგრამ ის ოქტაგონზე მაინც ისე შედის, თითქოს არაფერი გააჩნია დასაკარგი. ცარუკიანი კი უფრთხილებ თავის მილიონებს და თავის კომფორტს. მეგობრებო, მე მჯერა რომ 2026 წელი იქნება ილიას და სხვა ნამდვილი მეორების წელი. ცარუკიანი კი დარჩება თავის დეპრესიულ განცხადებებთან ერთად. თქვენ რას ფიქრობთ, როდემდე უნდა გაგრძელდეს არმანის კარცერი და საერთოდ გაქვთ თუ არა სურვილი რომ ის ოდესმე ილიას წინააღმდეგ იხილოთ, თუ გირჩევნიათ რომ საერთოდ გაქრეს რადარებისგან. დამიწერეთ კომენტარებში, რადგან თქვენი აზრი მაინტერესებს. უნდა ვაპატიოთ ამ ბიჭს ეს ამპარტავნება თუ UFC-ს სწორად იქცევა რომ გვერდზე აჩოჩებს.